მოგესალმებით მეგობრებო, დღესნა გადავიღო ახალი როლერ კოინის ვიდეო. ამ ვიდეოში ერთ-ერთ ჩვენ გამომწერს დავეხმარებით, რომ თავის ბაზა უკეთესად მოაწყოს. აი, როგორც ხედავთ, ჩარიცხა, ფულ ესე ვთქვათ როლერ კოინში და მაქსიმალურად ეხა იმის მიხედვით თუ რამდენი თანხა აქვს ვეტყვიან სტრატეგიას, დამწყებმა როგორ უნდა დაიწყოს და რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. და იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. თუ რაიმე სხვა აპლიკაციაზე გინდათ გადაღება ვიდეოსი დამიწერეთ კომენტარებში, ასევე თუ მოგწონთ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ზარის გლაკს დააჭერეთ თუ არ გინდათ რომ ესეთი ვიდეოები გამოგრჩეთ. მიესალმე გამომწერებს? მოგესალმებით. კი ბატონო, თორნიკე, დაახლოებით რამდენი ხანია უყურებ ჩემ არხს და რამდენი ხანია რაც იცი როლერ კოინს? მე როლერ კოინზე ვიცი დაახლოებით ალბათ 1-2 წელია ისე ზედაპირულად და ალბათ 1-6-7 თვე იქნება სისტემატურად უყურებ შენი არხიდან რა, იმიტომ რომ ქართული კონტენტით როლერ კოინზე საერთოდ არავის არ ქონია შეხება რა. უფრო ღრმად რომ ეყურებინა და უფრო უცხოელები მხვდებოდნენ, რომლებსაც ისეთი ბაზები აქვს რომ ვიცი. ხო, ბევრს რამდენიმეს ვიცნობ მაგ იუთუბერებს, ერთად არიან ჩვენ დისკორდის ჩატში და ანუ სასწაული ბაზები აქვს, ანუ მაგაზე რო ავიდე, რავი, ძალიან ბევრი ფული უნდა ჩავრიცხო. კაი, მოკლედ, ეხლა როგორც ხედავთ მეგობრებო, აი როლერ ტოკენი აქვს 112, თორნიკეს გუშინ ჩარიცხა, ტრონის ფასდაკლება იყო, დღეს მორჩა და მოკლედ ეხლა უნდა ვიყიდოთ battle pass-ი, ხო, ფასი უბრალოდ მაგის ჩარიცხე, ხო? კი. ხო, ეხლა უნდა ვიყიდოთ ფასი და თან არის ასევე აი ეს Christmas bundles ქვია, ესეთი არ მოიცა ეს არ გასა. აი ეს არის რა, მოკლედ The Great Christmas ესეთი ივენთი არის და ამ ივენთში საკმაოდ ბევრ რევარდს აიღებს ელემენტარულად იმის გამო, რომ იყიდის ფას და ანუ ეგ გაძლევს ბევრ იმას რაღაცებს და კიდე ანუ გუშინ ბუსტი გამოიყენე, როცა ანუ ნახე, როდესაც ვცვლი ტოკენებს, როცა როლერ კოინს ყიდულობ, გაძლევს ბუსტს და ანუ თამაშებიდან და რაღაცებიდან შემდეგ ლეველზე რო გადაიყვა. ხო, იცი ეს რა ისიც არის რა. ხო, აი აქედან თამაშობ ხოლმე ამებს რა. ხო, რა ლეველზე ხარ ახლა? გუშინ აქ მესამე ლეველზე ვიყავი და ისევ პირველზე დამაყენა დღეს თავიდან. ისევ თავიდან დამაწყებინა და ეხლა ვარ მეორეს. მე მგონი სხვა დაიწყო მაშინ ვერ გამოდის, ხო? კაი, მოიცა. ხო, იმიტომ რომ გამინულა რა, გუშინდელი საერთოდ გამინულა. კი ბატონო, მოკლედ, ეხლა მიდი აბა გადადი და იყიდე ფასი და let's start დააჭირე და activate pass რო აწერია მაგას დააჭირე. და activate pass. პირველივე ხო? ბაი და გილოს ნახე რამდენი რევარდები მოგცა მარცხენა მხარეს. ხო, აი ძალიან ბევრი ეგრევე ჩამოიშალა ყველა ერთად. Go fun და მოკლედ ეხლა შეხედე. ეხლა ერთი წამი გამომწერებსაც რო ვაჩვენო, ნახავ დაახლოებით რამდენი მოგცა, იმიტომ რომ აქამდე ფაქტიურად არ ქონდა თამაშები, ძალიან ცოტა ქონდა არა, საერთოდ სულ პირველი აკაუნტია ესეც. ხო. არა, მაგას არ ვიძახი, ანუ აქ როლერ ან თვითონ ამ ივენტზე ვიძახი, აქამდე არაფერი არ ქონდა აღებული. იყავი მე მგონი აი აქ იყავი დასაწყისში იყო მოკლედ მეგობრებო და ეხლა ბოლო რა მოგცა შედიება ინვენტორიში. რა გინდა, კაი, მოიცა და ეხლა ვნახოთ რა ლეველზე გადაგიყვანა, ხო? შენ ეხლა მაგან მოგცა ეს არ 1 PA-ს მოგცა, ეხლა ხარ მე-10 ლეველზე. ანუ ხო, სულ არის 35 ლეველი არის, მაგრამ ეს ძალიან ამ მაგას იმენა ვერ აიღებ, იმიტომ რომ მაშინ რა უნდა გააკეთო, იცი? კარჩე, ხო გაქვს ხა ჩარიცხული. როცა ჩარიცხავი 1 საათში, ხო გაძლევს ბონუს, როცა გადაცვლი იმებს, რა ქვია, ფასზე და მერე უნდა წახვიდე და ის RLT ჩესტები რო არის, ხო აზე ხარ, loot box-ებში რო არის. ეგენი უნდა ხსნა და ეგ ხო ბევრს გაძლევს შედარებით. და მაგითი უნდა გახვიდე ბოლომდე, უნდა იჩალიჩო რა, კარჩე. მოკლედ, ეხა შენი სტრატეგია მთავარი რა იქნება აქ? ჯერ რახან რეკი არ გაქვს, ანუ ის რეკ ხოაზე ხარ დასადგამი რაც არის. ეგ ფასი რაც არის. ხო, ეგ ფასში არ არის, ამიტომ წამო ეხა გადავიდეთ იმაში, რა ქვია, marketplace-ში გადავდი, იმიტომ რომ ყველაზე იაფი რაკები არის მანდ მეგობრებო, მაგის ქვემოთ რო არის marketplace. marketplace-ში გადავდი და ხო, next minute-ი და იქიდან პროცესორ ტუტორიალით გაჩვენებს რაღაცას და ნახე მარჯვნივ რო აწერია racks მე-4 რო არის, მაგას დააჭირე და ეხლა ნახე size რო აწერე ქვემოთ მაგას დააჭირე რუიანები, იმიტომ რომ ან ძირითადად რუიანები იყიდე, იმიტომ რომ long run-ში ან ხო აზე ხარ დიდხნიან იმაში, ხო, იმიტომ რომ სამიანები უფრო მეტ ბონუს გაძლევს, მაგრამ 3-ზე მეტ მაინერს ვერ დადგავ და იმის უნდა გამოიყენო რაღაცა, რომ შეიძლება ერთი სამიანი იყიდო, მერე ცოტა, რასაც ძალიან ძლიერ ბონუსი ექნება რაღაცა 10-15 რაღაც ანუ ეგეთი მოდი რა. მაგრამ ხო აზე ხარ, თავიდან ჯობია რომ 4-იანი იყიდო, რომ ნორმალურ მაინერები დადგა. ეხლა ჩამოსკროლ ქვემოთ და ცოტა ისეთი შევარჩიოთ, რაც შედარებით იაფი ღირს, მოიცა აი ერთი RLT რო ღირდა. ეგ შეშნევა ამას ვიყიდი 2-ს.
ორს იყიდი იმას ფური ხო, ეგ იყიდე 2 ცალი მიდი და ეხა უყურე იმასაც მოგცემს, რა ქვია, აი ნახე პოინტებიც მოგცა მაგისი და ნახე ეხა შეგიძლია რომ date და new all რო აწერია, შეხედე აი ზემოთ მაინერების ზემოთ, აი მან დააჭირე power low to high. და ხო, აი პირველი რაც არის, ეგენ დააყენე, ანუ ყველა დააყენე, კარგი, ყველა ჯერჯერობით დაგეტევა მან. და ეხლა უყურე რა უნდა გააკეთო. შეხედე ეხლა კვირის განმავლობაში, აი weekly quest-ებს დააჭირე ერთ წამით და სტრატეგიას გეტყვი რაც არის. კვირის განმავლობაში უნდა შეასრულო 25 quest-ი, რომ მოგცეს, ნახე აი XP 150 რო აწერია. რო ანუ ეგ 4-ვე გახსნა რა, ხო აზრ ხარ, ეს მეხუთე ფული უნდა გამოიმუშავა, ეგ ცოტა რთულია საქართველოში, მაგას მეც არ ვაკეთებ. ეხლა შენ უნდა იჩალიჩო მაქსიმალურად, რომ კვირაში შეასრულო ხოლმე 25 quest-ი, რომ მაქსიმალურად მოგცეს ეგენი რა. ეხლა ანუ ეგ ის 25 quest-ი რას ნიშნავს? Daily-ში გადადი? ხო, ეს უნდა შეასრულო 25 რომ მოგცეს ისა. ეხლა უყურე ეს შედარებით მარტივი არის რა, რატო გეტყვი ახლა? შეხედე, ქვემოთ ჩამოსროლე. ნახე, ეს 3 წელი თამაშებით არის და gold pass როცა გაქვს მე-3-ს გეხსნება რა, ანუ ეს 3 წელი თამაშებით შეგიძლია შეუულებრად დახურო. კი, და ზემოთ ასკროლე ახლა. აი ეს პირველი, მეორე და მე-3 შეგიძლია რომ პირდაპირ იყიდო. ახლა 2 არელტი დახარჯო ამაზე, იყიდე ახლა ორივე. ისა? არა, ეგ არა, ეგ დასკიპო არის. ეგ დასკიპ ერთი რო აწერია, ეგ დასკიპო არის. მეორე არის ყიდო. 2 არის, ხო. ნახე, ხო. 2 არელტის დახარჯავ, ამ 0.75-ს მოგცემს, იმიტომ რომ ნახე რას გაძლევს დასაწყისო წერია, ანუ 0.5 და 0.25 და პლუს 10 XP-ს მოგცემს ფასისთვის. ეხლა ჩამოდი ქვემოთ ჩამოსკროლე, უნდა შეასრულო ეს სამივე quest-ი, ანუ კრიპტონოიდი 2058 და Hams possible უნდა ითამაშო. ანუ ესე უნდა დახურო და მე პახოდუ გაგიხსნეს კიდე daily quest ბოლოს, რაც მე არ ვიცი რა არის, მაგრამ ანუ მაგასაც გაგიხსნეს და თუ შეგიძლია შესრულება შეასრულე რა მაქსიმალურად. კი, მაგას შეშენ. კაი, ეხლა გამორთე ეგა და ეს სტარტერში რა არის დაახლოებით? ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ მქონია ეგა, მეც და 10 RLT on task goal 25 RLT. აუ, ეს ხადაო ბიჭო. ეს რთული იქნება, იმიტომ რომ საქართველოში გაკეთება, ამის რთული არის, მაგრამ დაახლოებით გეტყვი რაც უნდა გააკეთო. გამორთე ეხლა ეს გამორთე და გადადი მე-3 რო არის ტასკები რო აწერია, ტასკები უნდა ეწეროს. არა, ეგენი არა, ნახე მენიუში მარცხენა მხარეს, აი task goal გადადი მანდ. და ეხლა უყურე ეს რა არის რა. ანუ ამას ცალკე ვიდეოც მაქვს გაკეთებული, მაგრამ მე ვიყენებდი free cache-ისთვის ამას, მაგრამ ეს უნდა გააკეთო, როგორ პონტი არის, ანუ კლიკები არის რა, მექნება ვაჭრული ვიდეოში ნაჩვენები. მეგობრებო, თქვენ მაინც ხო იცით, ანუ მე ხა აკაუნტი მაქვს, მე დარეგისტრირდი მაგას შეუულებრად. ეხლა ანუ ვიდეოში ვაჩვენებ უბრალოდ რაც ხდება. 500 coins-ზე აწიეს სამწუხაროდ გამოტანა, რაც არის დაახლოებით 4 ცენტი, მაგრამ შეგიძლიათ რომ საკმაოდ მარტივად ანუ შეხვიდეთ კლიკებში გადახვიდეთ და ანუ surfing-ივით არის რაღაც საიტზე გადაგიყვანს რამდენიმე წამით, ტაიმერი აწერია Z და ეგ რო გამოილევა ეგ დრო, მე ჩაგირიცხავს ფულს, რა და გამოტანა შეგიძლია 500 პოინტიდან და აი ეგ როგორც ვთქვი, ეხლა ამაზე რო გადავიდეთ 15 წამი 14 პოინტს მომცემს. ასევე შეგიძლია რომ გააკეთო ტასკები, კიდე ანუ როგორ რაღაცები არის, ანუ ჩემ ვიდეოს უყურე რაღაცა 1 წუთი და ფულს მოგცემთ, ამაზე დარეგისტრირდი მეილით და დააკონფირმე და სკრინშოტი გამოგიგზავნე და ფულს ჩაგირიცხავ და ასე შემდეგ რა. ხო, ზეხარ რაც არის. ხო და ეს თამაშები იმის მიხედვით უნდა შევასრულო, ხო, იქ როცა ტასკებია და ხო, აუცილებლად ტასკების მიხედვით უნდა შეასრულო, რომ point, ანუ XP მოგცეს მე რა. ნახე, გადადი ხა იმაში, რა ქვია, ივენთებში, აი ცისკარო ხატი დააჭირე მაგას ისევე და გადადი სეზონ ფასში. ეხლა უყურე ყველა levels, ჩამოსროლე ყველა მაინერი და ყველა დონე რო გაგიხსნა, სულ არის 40, ჭირდება 200 XP. ხოაზე ხარ და ამიტომ უნდა შეეცადო მაქსიმალურად, რომ 25 ის რა ქვია, quest-ი შეასრულო ყოველ კვირაში, რომ მაქსიმალურად მოგცეს ის თავიდან 70-ია, მე 100, მე 150 და 200, როგორც არის რა ის XP-ები და. ეხლა უყურე რახან შენ ეხლა დახარჯე უკვე ის 4 RLT, ხო? ამას ხო ეხლა შენ ვეღარ ჩარიცხავ კიდე გაიხანი და რა უნდა გააკეთო შეხედე პირველ რიგში გადაიყვანე შენი mining speed-ი RST-ზე მეთქი RLT-ზე ჩაურიგო მაინერებში გადავიდე? არა სახლში გადადი home-ში power-ში ხო power-ში გადადი ეხლა გამოდი მაგიდან გამოდი X დაჭირე და გადადი power to my power-ში გადადი აი 2 pH რო წერია და split power-ს დააჭირე და 100% ჩაწერე roller token რო აწერე პირველი ხო 100 ჩაწერე კი ბატონო და save changes
ბიტკოინში გაქვს, ბიტკოინს ამაინინგებდი, ბიტკოინი წაშალევებში, ბიტკოინი, ანუ როგორ რაღაც არის, ორი პეიჯი იმდენად ცოტა არის, რომ ფაქტობრივად აზრი არ აქვს რომ ამაინინგო რამე რა. ამიტომ ანუ 0 დაწერე просто, ხო. და save changes, რომ იმიტომ რომ როგორ რაღაც არის, შეხეთ მეგობრებო, როცა იწყებთ თავიდან და ზოგადად ეგრე არის, ანუ მეც ეგრე არის. კრიპტოს მაინინგს აზრი აქვს, იმიტომ რომ ცოტას გაძლევს და თან კიდე დამწყებებისთვის, იმიტომ ჯობია როლერ კოინი რომ მაინინგოთ, რომ როლერ კოინს მეც გაძლევს, უფრო ვიდრე სინამდვილეში პაუერი გაქვს რა. ანუ ბონუს გაძლევენ ესე რომ ვთქვა, ხო და ეხა შენ რა უნდა იჩალიჩო რა, მაქსიმალურად უნდა დახურო ესენი და რა ხან გელევა RLT, ანუ გადადი ეხა RLT რამდენი გაქვს ნახე? RLT გაქვს 1.6. ამას ცოტა-ცოტას მოუმატებს ეს მაინინგი შენი, მაგრამ ეხა რა უნდა გააკეთო? აი ზემოთ რო ბიტკოინი ეხა ხედავ ის არ რო არის, მაგას დააჭირე ის არ სუსტად საფული, ხო? და ნახე ეხა უყურე 50 ისე ხო, არესტი ეს 50 რა არისო. ეგ უნდა გადადი ხა შენ რა ქვია მას ერთ წამს store-ში გადადი აი ხელით მისაგორიელებელის რო ახატია და გადადი season store-ში მეოთხე და ნახე ხო და იგივე და ანუ ნახე arrest-ით ანუ ხა შენ 50 გაქვს აი ზემოთ box-ებს ხო ხედავ შეიძლება რომ მაინერებიც იყიდო მაგრამ შენ უნდა იყიდო ხა ნაწილები რა ხედავ და ეხა უყურე გადადი marketplace-ში მაგის ქვემოთ რაც არის გადადი ხა part-ში და ქვემოთ მონიშნე common პირველი რაც არის. ეხა უყურე, აქ შეხა რომელს უყურებ, შენ რომელი ღირს ყველაზე ძვირი, ხო, hashboard-ი, ხო? კი. ამიტომ შენ ამის ჩალიც როცა დაიწყებ, ანუ კვირის ბოლოს, უნდა გადახვიდე იმაში, რა ქვია, store-ში და იქ უნდა გადახვიდე მე ანუ season store-ში, უნდა გახსნა იმ დროისთვის, რომელი part-იც იქნება ყველაზე ძვირიანი. აჰა, აქ უნდა გახსნა რომელიც ყველაზე ხო, რომელიც ანუ hashboard-ები, ანუ მესამე მარჯვენა რო არის. ეგ უნდა გახსნა და უნდა გაყიდო მე marketplace-ში რა. ეხა ნაწილები გააქვს შენ, აბა გადადი იმაში, რა ქვია, storage-ში გადადი. მესამე რო არის ბოლოდან. ბოლოდან მესამე, ბოლოდან. ეხა გაქვს 25 ფენი, ხო? წამო ეხა გავყიდე 25 ფენი გასწავლე მარტივად. გადადი marketplace-ში რამდენი ღირდა ფენი დაახლოებით? Part-ებში გადადი. Part-ი ხო და ფენები და 0.00 მოიცა ამოვიწერო შენც ეს ეკენი ხოლმე ცოტა 0.002227 აი გადადი ხა sell-ში გადადი მონიშნე sell-fan და უყურე ერთი ცალი მონიშნე ხოლმე თავიდან quantity max რო აწერია მოიცა და მოიცა ეგ იყოს ერთი ჯერ enter price per item ნახე ზემოთ რო აწერია მაგის ზუსტად ეხა ის ეკენი რო იყოს ოდნავ ნაკლები ვიდრე 0.00227 ან დაწერე 2 დაწერა ისევ და 3 არა მოიცა ეხლა გამოდი არა წაშალე 3-იანი ნახე კაი 0.00 2 და გიჩნევ 3 ანუ უყურე ეხლა ნახე მარჯვნივ შეხედე expected pay after fee რო აწერია ეგ უნდა იყოს რაც marketplace-ში ღირდა იმაზე ოდნავ ნაკლები რომ შენი გაიყიდოს პირველი თორემ მოგიწევს თვეებიც და რა ამიტომ ნახე წაშალე ეხლა ეგ 2-იანი და დაწერე 1 არა მარტო 2-იანი წაშალე და 1 დაწერე ეხლა გვაქვს 2.2 და 7 ხო აბა მან დაუწერე 1 და 2 მე 1-იანის მე 2 კიდე 2 და 6 კაკრა ზუსტად გაწყობს რა იმიტომ რომ იქ იყო 0.00227 არა ზუსტად გაწყობს 227 იყო მოიცა 2 წაშალე და დაწერე 5 ან რაღაცა აბა აბა 6 დაწერე კაი, ეხა ეგ იქნება, არა, 6 დაწერე და ეხა უყურე quantity რო აწერე 1 რო არის, ხო ხედავ? ეგ მან დაწერე 25, ანუ რამდენიც გაქვს ჯამში. max. და ეხა მოგწევს 5.5 cents, ანუ ეგრე გამოდის და გაყიდე ეხა ეგა. Sell დააჭირე sales. I agree to the terms of the services და კი ბატონო, continues დააჭირე. კი ბატონო. ეხა ცოტა ხანში იყიდიან, ანუ იმიტომ რომ ეგენ ძალიან ჩქარ-ჩქარა იყიდება და ცოტა ხანში რო იყიდიან, მაგ იმას შენ დაგერიცხება ეს 5 ცენტი და რაღაცა რაც გაქვს, მაგრამ კაი იმიტომ არის ეხა ანუ ეს სტრატეგია მე რასაც გეუნები რომ ამ quest-ებს რო შეასრულებ, გადადი ეხა ანუ quest-ები რო ეწე daily quest-ებში შეუულებრივად
ნახე იმებს რო იყიდი ისინი გაძლევენ ფულს და ანუ თუ იქნება ოღონდ ეგეთ ქვესება სწორად უნდა შეარჩიო რა სწორ დროს უნდა გაგიმართლოს რაღაც მომენტში და მაგებს რო შეასრულებ შეხედა აი ვინ 10 გეიმზინ კრიპტონოიდ რო აწერე ეგ გაძლევს 30-ს ან 50 ხო გააქვს უკვე წახვალ მე 2 ცალს გახსნი 2 ფარტს და ყველაზე ნაკლებს რასაც გაძლევს არის 125 ის ფარტი რა შეიძლება მეტი მოგწეს ხო და ანუ ესე უნდა იჩალის ნახე აი ბათლ ფასიანი ეს ფასიანი ანუ only with gold pass რო აწერე ეგ 50-ს გაძლევს რო შეასრულებ ამიტომ ანუ ეგრე უნდა იჩალიჩო რა ანუ ფარტებს იყიდი გამომუშავებული არესტით რაც არის სეზონის ტოკენები სეზონის თორში შეხვალ ფარტებს იყიდი და ბაში რა ქვია მარკეტპლეისში გააყიდი რომ ანუ ბოლომდე გახვიდე მაქსიმალურად იმაში რა ქვია quest-ებით ფასში ხო აზე ხარ მიხდი სტრატეგიას რაც არის ეს ბათერი 1-0 ამასაც თამაში უნდა ხო არა ეგ როგორ რაღაც არის ნახე 23 50 40 წერა ყოველ 24 საათში ეგ ჯდება და სადღაც ნახევარზე რო ჩამოცდება ნახევარს მე დაჩარჯო შეგილია ხელით რა ანუ დღეში 1-2 ჯერ უნდა შეხვიდე ხო აზე ხარ აჰა გასაგებია კაი ეხლა ეს ჩვენი მაინერი ამდენს გამოიმუშავებს არა მარჯვენას დაკუთხეში თოკო რო აწერია მან შედი ხო my profile არ profile stats profiles და ნახე ხა მან გიჩვენებს temporary ან დროებით რამდენი გაქვს რახან event-დან მოიგე რაღაცა და total რამდენია game-ებიდან რამდენი არის და იმენა მაინერებიდან და bonus power რამდენი გაქვს ხო გასაგები არის ყველაფერი კი ეხლა მე რა მაინტერესებს ისი აი ეს PH ეს კი და მე მაინტერესებს სიტყვაზე ეს რამდენ ცენტს გამოიმუშავებს roll coin-ში ხო გვაქვს დაბუსტული. კარჩე, ეგ შეგიძლია შენ თვითონ შეხვიდე roller coin ეს კალკულატორი, ეს ჩაწერ Google-ში და იქ ჩაწერ შენ სისწრაფეს, იქ ჩაწერ, ნახე, გადადი speed-ში, home-ში გადადი ჯერ და გეტყვი რა გაგეთხოვ. home-ში გადადი და ნახე network power რო წერეს, უნდა ეწეროს. ეგ ჩამოსხდა მაგალითად ეხა RST-ის, ხო? თუ RLT-ის, ხო? RLT-ის 2 ZH იმაშებიან, ჩალიჩობენ, ხო? ეგ არის 100 თუ 1 ტრილიონი არის, თუ 2 ტრილიონი მოდის. და ეხა უნდა აიღო, ანუ იქ ჩაწერ მე შენ სისწრაფეს ჩაწერ ან ზოგადად ყველა სისწრაფეს რასაც ამაინერებენ იმ სპეციფიურ coins რომელზეც შენ გინდა რომ გაიგო რამდენს დაამაინერებ შენ და ნებისმიერ coins-ი შეიძლება რომ ცალდო გეტყვის უბრალოდ რამდენს გამოიმუშავებ 1 წლაში ანუ 10 წუთში 1 საათში 24 საათში და 1 წელიწადში და ასე შემდეგ. აჰა, გასაგებია. ანუ ყოველდღიურად დავალებები უნდა შეასრულო, რომ ისინი შეივსოს და მოხდეს. და ისე უნდა შეასრულო, რომ აიღო ის weekly 25 რა და ბოლოში ამათი დაბუსტო და გაძლიერებები ხდება? კი, რა თქმა უნდა. მაგაზე ცალკე მაქვს ვიდეო. მეგობრებო, ვინც იმაშევით, რა ქვია, roller coins რეგისტრირდებით, ჩემი ლინკიდან თუ არის რა ხდება რაღაცა description-ში ამ ვიდეოს აღწერაში მაქვს 2 განხილვის ვიდეო, სადაც მაქვს სტრატეგია, ან ძველი ვიდეო არის, სადაც 7 თვის წინანდელი არის, მაგრამ ფაქტიურად იგივე არის. სტრატეგია და როგორ უნდა დაიწყო roller coins-ი გამომუშავება და რაღაც ეგეთები რა და მაგას უყურეთ აუცილებლად. ხო და ანუ გაძლიერება მარტივი ან შეხვალ storage-ში და merge-ში გადახვალა იქ არის ანუ ნაწილები გჭირდება და ორი ერთგენაირი მაინერი თუ გაქვს შეგიძლია დადგმა. აი მაგალითად გაძლიერება, მაგრამ ზოგი ღირს, ზოგის გაძლიერება, ზოგის არა. აი მაგალითად შენ 2 ლურჯი ან 3 როა წერია თავზე ხო გაქვს ეგეთი მაინერი. გადადი ბოლოდან მესამეში. ხო. და ანუ აი ნახე 2 ცალი ერთნაირი გაქვს, 1 ლურჯი პლატა გჭირდება რომ ავიდეს 24-დან 65 სპიდზე, ანუ ერში აერთებს და ეპიკი დაჯდება, მაგრამ ამის ჩალიჩი უფასო მაინერებზე აზრი არ აქვს, ანუ ამის ჩალიჩი უფასო მაინერები უნდა დაწვანო, ეგეთი burning event-ი არის, რომ უკეთესი მაინერების დათრევის შანსი გქონდეს რა. და ისე მაინერების ყიდვა აქ შეიძლება, ხო? ყიდვით არ იყიდო არასდროს მაინერები. მოხუცაგებაში მიდიხარ? არა, უკეთესი შეგიძლია რომ იჩალიჩო რა, ანუ ფასები უნდა დახურო რა, უფასო როცა ხარ, ან შენ როცა არიცხავ რა, თორე აი ძალიან ბევრი ჩარიცხვა მოგიწევს მაშინ რომ მაინერები იყიდო ისეთი რომ მე ამ ფულს ამოიღებ იქიდან რა. აი, თუ ყველაფერი გასაგებია თორნიკე, ეხა ეს ვიდეო მორჩეთ, ანუ მე რთულამე შეგეხო იქნება რა თქმა უნდა დამისვი, მაგრამ უკვე 24 წუთია ვიღებ და ყელი მეტი კიდე მე თვითონაც და მე ეს ვიდეო დასამონტაჟებლად იქნება წამება და ხო. აი მოვურჩით ესე რომ ვთქვათ, ესე უნდა დაიწყოთ ყველამ ბიგინერებმა ესე რომ ვთქვათ, თუ ფულს რიცხავთ, თუ ფულს არ რიცხავთ, უფრო დიდი წვალება მოგიწევთ, დამიჯერეთ. ასე რომ, ხო, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და ზარის კლაკსაც დააჭერთ, თუ არ გამოგჩნდეთ ესეთი ვიდეოები. შეგიძლიათ დაჯოინდეთ Discord-ში, სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ ფულის გამომუშავების სხვა აპლიკაციები და საიტები, იქ ჩამოწერილი მაქვს ყველაფერი და თქვენი დროის და
ასე შემდეგ სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით შეგიძლიათ რომ აირჩიოთ რითი გამოიმუშაოთ ფული და რავი თორნიკე დაემშვიდობე ხალხს და მოურჩეთ. კარგად ზანდებოდით და აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწვიეთ არქივში რომ არ დაიკარგოს ამ ადამიანს. მადლობა. კარგად მეგობრებო. ნახვამდის. კარგად.